ნებისმიერ გზაზე შეგიძლია იარო რა, სადაც აი აქ დავდივარ, თან ესე თავისუფლად დამიჯერეთ, რომ ნებისმიერ გზაზე შეგვიძლია თავისუფლად და თამამად ვიაროთ. ეხლა ტრასაზეც გავიაროთ და შევამოწმოთ, ტრასაზე როგორი მანევრი აქვს, როგორ რეაგირებს და ასე შემდეგ. თუმცა ყოველთვის გაითვალისწინეთ ხოლმე ერთი რაღაცა, რომ როდესაც ესეთი გზის მონაკვეთიდან, მტვრიანი ან ქვიშიანი გზიდან გადახვათ ასფალტზე, არასდროს არ დაიწყოთ თავიდანვე გაზაობა, ან მკვეთრი მოხვევები და ასე შემდეგ. საბურავი არის მტვრიანი და უცილებლად თავიდან ძალიან ცურავს. ეხლა კი წავედით. აი ტრასაზე უკვე ბევრად კომფორტული და სასიამოვნო სატარებელიც არის. აი ძალიან მოქნილია რა, ეხლა ხედავთ. საერთოდ ამის წონა ჩათვალეთ, რომ არც არსებობს. მოსახვევში ძალიან სტაბილურად დგას. სტაბილურად კი არა, ძალიან მაგრად დგას. აი თან ეს მაღალი კლირენსი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ კარგად დავხაროთ მოტო. ძალიან მაგარი სამართავია მართლა რა. აი ამ მოტოთი სიამოვნებით წავიდოდი საქართველოს ყველა კუთხეს შემოვივლიდი აბსოლუტურად. თან ამხელა საბარგულები გვაქვს და ეს იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ ბევრი ბარგი წავიღოთ და უფრო გვიმარტივებს რა. თვითონ ბაიკი ძალიან მომწონს, აი ძალიან. რა იდეალური სამართავი არის მართლა. ყველანაირად რა, ვერაფერს ვერ იტყვი. არ არის რა ისეთი არ მძიმე და რამე რომ ვინმე ვერ მართოს. სიმაღლეც რაც არის ხოლმე ზოგადად პრობლემა, ესეთი მოტოები არის ხოლმე იმდენად მაღალი, რომ თუ რაიდერიც ძალიან მაღალი არ არის, ვერ ჯდება. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად საშუალო სიმაღლის ადამიანი ვარ მე და ჩვეულებრივად დავჟექი და მართავ. გაჩერებისას ფეხის წვერებზე ვდგები, თუმცა არ მიჭირს არც უგზოობაზე მიჭირს გაჩერება და ტრასაზე ხო საერთოდ. ეხლა მე რო ეს მოტო მყავდეს, აუცილებლად მთელ ზაფხულს დავგეგმავდი იმაში, თუ სად მე მოგზაურა და სად გამეტარებინა დრო. თან სიამოვნება მივიღო, თან დასვენებაც რა თქმა უნდა, გამეტარებინა იდეალურად და თან მე მგზავრა ესეთი კომფორტული მოტოთი რა მართლა. ვინც აპირებთ მოგზაურობებს, ან გიყვართ თავგადასავლები, ძალიან კარგი იქნება თქვენთვის ეს მოტო, პირდაპირ ზედგამოჭრილია თქვენი საქმიანობისთვის, ლაშქრობებისთვის და მოგზაურობებისთვის და შეგიძლიათ რომ დაუკავშირდეთ მაღაზია Bikelands. მიხვიდეთ, ნახოთ, დაათვალიეროთ, რა თქმა უნდა, ყავთ სხვა ტექნიკაც, უფრო ბიუჯეტურებით და უფრო ზვირიანებით, თქვენს სურვილზე და გემოვნებაზე მოკლედ მოირგებთ ყველაფერს. მოსახვევში თავი უჭირავს ძალიან მაგრად მოტოციკლეთს, თავი მგონი ახლა ტრეკზე. აი თვეში გადმოვიხრები, საერთოდ მინდა რამხელაზეც მინდა დავიხრები. საშუალებას მაძლევს რა მოტო მაგისას, რომ არ შემეშინდეს მოსახვევში. აი ძალიან მაგრად იმართება. ვერაფერს ვერ ვიტყვი. უმაგრესი სამართავია. არ მეგონა მართლა. ესეთი თუ იქნებოდა ტრასაზე, არ მეგონა. ეხლა ალბათ ვიღაცები იფიქრებთ, რომ განარა გატესტეო 80-ით წავედი ალბათ მაქსიმუმ, მაგრამ გრძნობ მოტოციკლეთს, რომ ყველანაირად არის მომყოლი და როგორც 80-ით კომფორტულად დავდივარ, ეგრე კომფორტულად ვივლი 160-ით სიტყვაზე. იმიტომ რომ საოცრად მანევრირებადია, კომფორტულია და აქვს რბილი ხასიათი. არ მეჭიდავება მოტოციკლეტი, არ ცდილობს რომ დამამტრიოს, სადღაცა გზიდან გადამიყვანოს და ესე შემდეგ. მომყოლი ხასიათი აქვს, რბილი ბაიკია რა, რბილი. და რავი, თბილიც. მოკლედ გამფეტი მოტო. ალბათ ჩემი ერთ-ერთი შენაძენი მალე იქნება მსგავსი სტილის ბაიკი. რადგან უკვე მეც ქალაქ გარეთ გასვლები და დასვენებები ვფიქრობ რომ მჭირდება. მით უმეტეს როცა ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და აქედან გამომდინარე კარგი რელაქსი იქნებოდა ჩემთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვიზავკიდეთ ყველაფერს, როცა ჩემ თავს პატივს ერთ ესეთ მოტოს აუცილებლად შევიძენ. კარგად მიდის, ანუ ძალიან სტაბილურია. გაზის გრძნობელობა ძალიან კარგი აქვს, იმიტომ რომ არის 2 ცილინდრიანი
და უცებ ეჩქარდება, გასხერს შეახებ თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალ სიჩქარეში მაქვს, მაინც არ უჭირს აჩქარება და ეგრევე ეტყობა სიფიცხე. და თან სტაბილური არ აქვს ვიბრაცია, არ არის დამღლელი, ძრავის ბრუნი არ უჭირავს მაღალი დაბალ სიჩქარეზე, რაც ერთცილინდრიან მოტოებს ხშირად ახასიათებს და ამ შემთხვევაში აი ესე წყნარად, ისე რომ მოტოც წყნარად მუშაობს და მიგორავს, ჩვენც წყნარად ვზივართ, არც ერთი არ ვიტანჯებით, ორივე ვიღებთ სიამოვნებას. არის სტაბილური, არ აქვს ვიბრაცია და შორგზებზე არ იქნება დამღლელი. საერთოდ ამით შემოივლით თუნდაც მთელს საქართველოს. და პატრულიც რო არ იყოს, უკან დიდი ჩანთები გვაქვს, ეგ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს. არ ვიცი რა ვთქვა. სასიამოვნო შიფტი, სასიამოვნო აჩქარება, სასიამოვნო ხმა, სასიამოვნო მდგრადობა ასფალტზე. სასიამოვნო გადასვლა უგზოობაზე. მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით. ეს არის მოტოჰოლიკი, მე კი ნიკა ვარ. თქვენ გიბრუნდებით ძალიან მაგარი სიახლეებით, საინტერესო რევიუებით, ასე რომ აწი გვადევნეთ თვალი. დღეს კი ჩვენი სტუმარი იქნება Benelli TRK 502X. თუ რატომ Benelli და რატომ 502X, ამისთვის რამდენიმე მიზეზს ჩამოგითვლით. პირველი მიზეზი აუცილებლად იქნება ის, რომ ბრენდს ყავს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც გახლავს ბაიკლენდი. მეორე მიზეზი აუცილებლად იქნება ის, მისი კონკურენტებისგან განსხვავებული ფასები და გეტყვით პირდაპირ რომ Benelli TRK 502X თავის კონკურენტი მოტოებისგან განსხვავებით ბევრად ბიუჯეტურია. რეალობას კი თუ თვალს გაუსწორებთ, რეალობა იქნება შემდეგნაირი, რომ მისი კონკურენტი პრემიუმ კლასის მოტოებიც კი ნაწილების დიდ რაოდენობას იღებენ ინდოეთიდან ან ჩინეთიდან. თუმცა ეს ბიუჯეტზე დადებითად ასახვის ნაცვლად ყოველწლიურად პირიქით ბიუჯეტის გაზრდასთან ასოცირდება და აისახება. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მინდა განვიხილო და გირჩიოთ Benelli TRK 502X. ეს არის საშუალო კლასის adventure, რომელიც გამოირჩევა ძალიან კარგი power-ით და ასევე კარგი წონის გადანაწილებით. რატოა საშუალო კლასამდე ეს მოტო? იმიტომ რომ სხვა beginner კონკურენტ მოტოებზე ბევრად მეტია ეს მოტოციკლეტი და ხოლო სრულ კლასში თავად ვეყავს წარმოდგენილი 702 მოდელი. საშუალო კლასის adventure-ები კი დიდი პოპულარობით სარგებლობენ ბოლო დროს, როგორც დამწყებებში, ასევე გამოცდილ რაიდერებშიც. რადგან მაღალი სეგმენტის მქონე adventure-ები სიმძლავრესთან ერთად, რა თქმა უნდა, წონაშიც უფრო გაზრდილი გვხვდება. და სადმე სიტყვაზე off-road გზაზე, ჩავრშით ტალახში ან ფოთლებში, რა თქმა უნდა, ბაიკის წამოყენება უნდა შეგვეძლოს დამოუკიდებლად, ამისთვის კი ძალიან დიდ პრიორიტეტად მიიჩნევა ბაიკის სიმსუბუქე. ანუ სიმძლავრეზე არავინ დაობს, თუმცა სიმსუბუქეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ საქმე გვაქვს 2 ცილინდრიან ძრავთან, როცა ამ მოტოს კონკურენტი პრემიუმ კლასის ბრენდებიც კი უმეტეს შემთხვევაში გვთავაზობენ 1 ცილინდრიან ძრავებს. და როდესაც adventures მოეთხოვება ასევე მაგისტრალის დაფარვას, დამეთანხმებით, რომ 1 ცილინდრი საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებებს დაგვიტოვა. ეხლა კი უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ მოდელზე, TRK 502X 2017 წლიდან ჩაიშვა გაყიდვებში. მას შემდეგ უკვე 2021-2022 წლებში მოხდა განახლებები რესტაილინგის, ემისიების და ელექტროობის მიმართულებით. X ვერსია, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, არის უფრო adventure-ზე ფოკუსირებული, ვიდრე სტანდარტული 502. აქ ხდება სპიცებიანი დისკები და განსხვავებული გამშვების სისტემა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საჭე, რომელიც არის რეგულირებადი და იმას დიდი სიამოვნება ალბათ არაფერია, როდესაც ბაიკი კარგად გაქვს. შევეხოთ ძრავსაც, ხდება 500 კუბიანი 2 ცილინდრიანი სითხით გაგრილებადი ინჟექტორულ შეფქვევის ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 47 ცხენის ზალას 8500 ბრუნზე და 46 ნიუტონ-მეტრ თორქს 6000 ბრუნზე. საწვავის მხრივ არის ძალიან ეკონომიური და 100 კილომეტრზე საშუალოდ მოიხმარს 4 ლიტრ საწვავს. მისი 20 litrიანი ავზი კი მოგცემს საშუალებას, რომ ავზის გავსებით დავფაროთ 500 კილომეტრი. მოკლედ, ყველა პლუსთან ერთად, რაც ზევით ჩამოთვალე, მოტოციკლი შეუძლია განავითაროს 166 კმ/სთ
რაც საკმაოდ კარგია და საერთოდ არ არის ცოტა, თავისუფლად შეგვიძლია გამოტოვოს დავუშვით და გავამგზავროთ ნებისმიერ ლოკაციაზე. შევეხოთ წინა ამორტიზებას, რომელიც არის ამობრუნებული ტელესკოპური ჩანგალი და იძლევა 140 მმ-იან თრეველს. უკანა ამორტიზება კი 45 მმ-იან თრეველის საშუალებას იძლევა და ეს ამორტიზება და ეს დაკიდება კი დგას წინ 19-იან, უკან კი 17-იან სპიცებიან დისკებზე. რაც ალბათ ყველაზე პრაქტიკული ბალანსია ამ კლასის მოტოებში. სამუხრუჭე სისტემა, რა თქმა უნდა, სრულად ჰიდრაულიკურია, წინ 320 მმ-იანი დისკები გვაქვს, უკან კი 260 მმ-იანი. რა კი ყველა ცილინდრი ერთდროულად უწყავს ტორმუზისას, ბუნებრივია დამუხრუჭება უფრო ეფექტური გამოდის. აუცილებლად დავღნიშნოთ, რომ მოტო აღჭურვილია ABS-ით, ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რა თქმა უნდა, გზის ნებისმიერ რელიეფზე. შევეხოთ სავარძლის სიმაღლეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ გეტყვით, რომ სავარძლის სიმაღლე არის მიწიდან დაშორებით 86 სანტიმეტრი და ძალიან მორგებადი და კომფორტულია ჩემი სიმაღლის ადამიანისთვისაც კი. ასევე შევეხოთ ground clearance, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უგზოობაზე სასიარულოდ, რაღაც ბარიერების გადასალახად და სირთულების დასაძლევად. ამის სიმაღლე დაშორება არის 21 სანტიმეტრი, ძალიან გამომდგარი და პრაქტიკაში ძალიან კარგია. ეხლა კი გულწრფელად გეტყვით, რომ მსგავსი რევიუების მომზადება ადვილის სულაც არ არის და საჭიროებს წინასწარ მოვიძიოთ ინფორმაციები, გავიკითხოთ თუ ის გამოუცდია და რამდენად გამომდგარია კონკრეტული მოდელი. საბედნიეროდ მალევე გამოვნახე სანაცნობოში ორი ადამიანი, რომელსაც ყავდა 502 მოდელის მოტო და ძალიან კმაყოფილები იყვნენ ხანგრძლივ მოხმარებაშიც კი. ასევე გეტყვით, რომ ეს მოტო არის ძალიან მაგარი შემოთავაზება ადამიანებისთვის, რომლებსაც გიყვართ თავგადასავლები და მოგზაურობა, ასევე სირთულეების დალაშქვრა და ესე შემდეგ სულ თავგადასავლების ძებნაში ხართ, ეს მოტო არის თქვენთვის განკუთვნილი. თქვენ შეგიძლიათ ამ მოტოციკლის და სხვა მოტოების ნახვა ბაიკლენში, შეგიძლიათ მიხვიდეთ და დაათვალიეროთ სრულად. ისინი არიან ოფიციალური წარმომადგენლები Benelis, QG Motorsის, MV Agustas და კიდევ უამრავი ბრენდის. ასევე მათ შოურუმში ძალიან მალე შეგიძლიათ რომ იხილოთ ყოვეს ძალიან მაგარი adventure-ის ტიპის მოტოციკლეტები 525X Pro და 800X Pro. ეხლა კი ჩვენი ვიდეო უკვე დასასრულს უახლოვდება. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი Bikelands დობისთვის. გვათხოვეს მოტოციკლი რომ გადაგვეღო, გაგვეტესტა და ჩვენი რეალური შეფასება გაგვეკეთებინა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოტოთი, მომეწონა ძალიან. ვიარე ყველანაირ გზაზე, ტრასაზეც, უგზოობაზეც, რის კადრებით აუცილებლად ვიდეოშიც იქნება და ნახავდით უკვე. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა დასვათ ამ მოტოზე, ყველა მიიღებს სიამოვნებას და ყველა რაღაც თავგადასავლების ზებნას დაიწყებს მოკლედ რა, ისეთი მოტო. ასევე მადლობას მოვუხდი ჩემს გუნდს, რომელიც ეხლა აქ არის, მეხმარება ამ ყველაფრის ორგანიზებაში და გადაღებაში, ძალიან დიდი დრო იხარჯება რეალურად ამ ყველაფერში და არის ძალიან შრომატევადი. მადლობას მოვუხდი ასევე ჩვენ მეგობარ კომპანიას Moto Evacuators Support Cars, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით არის და ეხლა კი თქვენ მოგიხდით მადლობას, ვინც მიყურებთ, გვადევნებთ თვალს და იწერთ ჩვენს არხს. ცოტა რეპიც გამოვიდა. გემშვიდობებით მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე. ახალი ვიდეო ძალიან მალე დაიდება, ძალიან საინტერესო მოტო გვეყოლება ისევე განხილვაში და გამოიწერეთ ჩვენი არხი, გვადევნეთ თვალი აუცილებლად. დროებით.